იასიგანაშვილი. ჩვენ დღევანდელი გადაცემა გვინდა რა თქმა უნდა დავიწყოთ მოლოცვით, დღეს არის დედის დღე. მინდა ყველა ქალბატონს უკვე შემდგარ, ანუ მოქმედ დედას შეიძლება და საომოლო დედას რა თქმა უნდა უსურვო შვილებთან ერთად ბედნიერება, წარმატება, სიხარული, სიყვარული და ყოველივე საუკეთესო. მთელი გულით ულოცავ თითოეული ჩვენი მაყურებლის მშობლებს ან თავად როგორც მშობლებს ამ ძალიან ლამაზ და საინტერესო და მნიშვნელოვან დღესასწაულს. იყავით ბედნიერები, იყავით წარმატებულები, რა თქმა უნდა მინდა მიულოცო კაპიტანი იას დედიკოს, დედაჩემსაც, ბატონი გიას სამწუხაროდ უფალმანს ხონოს მათი სული, წასულების ხონა იყოს რა თქმა უნდა. კაპიტან ციცო გილოცავთ, დედაჩემს მანას მიულოცავ და ყოველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. დღეს მეც მინდა რომ მიულოცო ყველა დედებს და დედაჩემს, დედა თქვენს იქ სადაც არის და ბედნიერი დედები ყოფილიყავით, ვისაც გყავთ შვილები და ვისაც არა მომავალი დედები ბედნიერები ყოფილიყავით. ჩვენ დღევანდელი გადაცემა გვექნება ორი ბლოკისგან ასე ვთქვათ მომზადებული. ძირითადი ბლოკი დაეთმობა ზოგად საკითხებს გარემოდაცვის სფეროში, ვისაუბრებთ იმაზე თუ რა დანატოვარი არის სახეზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული და რას ცდილობს, რას აპირებს ახალი ხელისუფლება გარემოდაცვის სფეროში არსებული პირდაპირ ვთქვათ საგანგაშო კატასტროფული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. სწორია თუ არა მათი ასე ვთქვათ მიდგომები, რამდენად პრინციპულები არიან ისინი ამ საკითხში და ეს ყოველივე იმედია მართლაც იქნება პრიორიტეტული, ისე როგორც ამაზე იყო საუბარი და არის საუბარი პროგრამაში გარემოდაცვის სფეროში, რომელიც გააჩნია კოალიცია ქართულ ოცნებას, სადაც გარემოდაცვა იყო აღიარებული პრიორიტეტულად, რამდენიც რეალურად ეს სრულდება, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ძალიან საინტერესო და დამსახურებულ სტუმართან ერთად, დამსახურებულს მათ შორის გარემოდაცვის სფეროში. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მართლაც ძალიან რთულ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებში გვიწევს ცხოვრება. და რაც ხშირ შემთხვევაში გადაფარავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის გარემოს დაცვა და ამ მხრივ საქართველოს ჯერჯერობით საგანგაშო მდგომარეობა არის. თუ რას აპირებს ახალი ხელისუფლება ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე კოალიცია ქართული ოცნების წევრი ბატონი გია გაჩიჩილაძე. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. განსაკუთრებით ლაშასთან, რომელიც ერთ-ერთი ავტორი არის ქართული ოცნების გარემოდაცვითი. კაპიტანი ია უკვე 7 თვეა საზოგადოების საწყისებზე ამ პროცესებში არის ძალიან აქტიურად ჩართული და მას მადლობა იმისათვის, რომ ასევე მთელი გულით მონდომებულია, რომ ჩვენ გქონდეს მართლაც მწვანე ასრულებული ოცნება და ეს ყოველივე ხალხზე არ დარჩეს. რა თქმა უნდა. თუ ახლა მოგეხსენებათ ჩემო ლაშა, რომ ბრძოლა ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს. ჯერ კიდე დაწყებული მინდა რაც დამოუკიდებლობა მიიღო საქართველომ და მთელი ასე ვთქვათ ეს სიტუაცია რომელიც გარემოდაცვის სფეროში ჯერ კიდე საბჭოთა კავშირში ხდებოდა ნელ-ნელა ჩვენ შევეცადეთ იმიტომ რომ მწვანეთა პარტია იცით რომ წარმოადგენილი იყო 92 წლის 95 წლის პარლამენტებში იმის შემდეგ ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვეცა საშუალება და ეხლა ასე ვთქვათ მოხდა ის რაც მოხდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ დიდი ცდელობით რომ მწვანეთა პარტია ეხლა პარლამენტში არის წარმოდანი თუმცა ერთი კაცით თუმცა ერთი კაცით გარემოს დამცველი ასე ვთქვათ პროფესიონალი ქვეყნდანებით პარლამენტში ამიტომ არ არის საკმარის მაგრამ მაინც კარგია რა თქმა უნდა მთელი ეს უბედურებები რომელიც ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან ხდებოდა საქართველოში ჩვენ თვალწინ ჩვენ ზურგზე და ასე ვთქვათ ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენთან გვერდზე მიმდინარეობდა ყოველთვის და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით რომ რაღაცნაირად დაგვერეგულირებინა აი მოსა ჩვენ ვლაპარაკობთ აი ახალ რეფორმაზე გარემოდაცვის სისტემისა რა ეს ყველაფერი გაკეთებული იყო თავის დროზე მოგეხსენებათ რომ თითქმის 21 თუ 25 კანონი გავაკეთეთ ჩვენ მაშინ როდესაც ვიყავით პარლამენტში თუმცა დაგვემართა ის რაც დაგვემართა ვარდების რევოლუციის სახით და პირველი ასე ვთქვათ ნიშნები ის რომ სააკაშვილის ხელისუფლებას რატომღაც ცულდა არა მარტო ადამიანები არამედ გარემოს და ბუნებაც დაიწყო 2004 წლიდან იმ ცვლილებებით რომელიც ჯერ მშვიდობიანი ცვლილებები შეიტანეს მეკნარგლებად გარემოდაცვის სფეროში და მერე სულ დაანგრიეს მთელი კანონმდებლობა. ბატონო გია, როგორც ჩვენ ვიცით, თქვენ შეიტანეთ, როგორც ცნობილია, შეიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი გარემოს დაცვის შესახებ კანონში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შეიტანა ცვლილებები. მისი გაუქმების მოთხოვნით, თუ შეიძლება მაყურებელს შეახსენოთ თუ რაზე არის დავა და ამ კანონის ისევ ამ სახით შენარჩუნების პირობებში რა საფრთხე ემუქრება საზოგადოებას და ბუნებას.
ჩვენ გუშინ დაბრუნდით ბათუმიდან, სადაც ძირითადი სხდომა გაიმართა. ჩვენ ამ სხდომას ველოდებით აპრილიდან სხვათა შორის, იმიტომ რომ ლაშას კარგად ახსოვს, ჩვენ აქციაც ჰქონდა ერთად მოწყობილი რუსთაველის. მომზადებული სარჩელი, მაგრამ აღარ შევიტანეთ, იმიტომ რომ უკვე შეტანილი იყო და მას მაგაშია საქმე, რომ მე ძალიან მაგალითად იცით გახარებული ვიყავი აპრილის აქციასთან დაკავშირებით, უამრავი ხალხი მოვიდა. აქ არ იყო ეს არც პარტიის მიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზებული, არც არაფერი, უბრალოდ ჩვენ ვთხოვეთ ხალხს, რომ გამოსულიყო და გაეპროტესტებინა ის სიგიჟე, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ და საზოგადოება ასე თუ ისე იცის, მაგრამ უბრალოდ შევახსენებ რაში იყო ხო, მნიშვნელოვანია, რომ ზოგი შემდგომ ჩაერთვა ამ პროცესების 2012 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთავრობიდან შემოტანილი კანონის ცვლილებები ნაციონალურმა პარლამენტმა, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეუძლია ან ფიზიკურ პირს ან რაღაცა, რა ვიცი, ვის ნებისმიერი, ესე იგი, დანაშაული ჩაიდინოს გარემოს მიმართ, გაანადგუროს ტყე, თქვა, ცეცხლიო წაუკიდოს, ან მოხსნას ნაყოფიერი ნიადაგი გაყიდოს, ან წითელწიგში შეტანილი ცხოველები დახოცოს, ან მდინარეში ჩაუშვას შხამები, ან ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერები გამოაქვეყნოს. რადიაციული ნარჩენები და რადიაციული ნარჩენები და ამდაგვარი არის 100-მდე ჩამონათვალი, რომელიც თქვენ სასამართლოში წარვადგინეთ. ეს ჩამონათვალი ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსის 100 მუხლი, რომელიც დარღვევის უფლება შეიძლება იყიდოს, რომელსაც ყიდულობს, რა თქმა უნდა, ვიღაცა, რომელიც აი ამ გარემოს განადგურებით არის დაკავებული და ეს იმდენად საოცარი რაღაცა არის, დაუჯერებელი რაღაცა. ახლა იცით ჩვენი კავშირები ევროპაში, ჩვენ ვართ ევროპის წვანთა პარტიის მმართველი საბჭოს წევრები, იქ ფრაქცია არის და ჩვენი ფრაქცია ევროპის პარლამენტში მოგვიხსენება და როდესაც ჩვენ მათ, ესე იგი, რეზოლუციის პროექტი გაუგზავნეთ იმისათვის, რომ ამასთან დაკავშირებით რეაგირება გაეკეთებინათ, იმათმა არ დაიჯერეს და გაგთხოვეს, რომ იქნებო ინგლისურად თარგმნო თუ ეს კანონიო მთლიანად დეტალებში და ნოტარიულად და ესე იგი დაამტკიცებინოთო, რომ იმიტომ რომ ეს რასაც თქვენ ამაში წერთ, ეს არის შეუძლებელი რა, უპრეცედენტო რა. ევროპელებს კი არა, მე გამიჭირდა ჩვენს პირველი ვიყავით, ვინც ამ საკითხზე ბრიფინგი ჩაატარა, მოვითხოვეთ, ასე თქვა, საზოგადოების ყურადღება, თქვით რომ ყოველდღე მიუღებელი და მართლაც სოფლიოში არნახული ცვლილება იყო და თქვენ წარმოიდგინეთ და მეც კი, რომელიც არ ვიყავი რეგულარულად თქვა მაღალი წარმოდგენის იმ ხელისუფლებაზე, რაღაც მომენტში პრესკონფერენციის დროს კინაღამ ჩამეშალა ბრიფინგი. იმიტომ რომ რაღაც წუთში, რაღაც წამებში დავფიქრდი, ნეტა მე ხო არ მეჩვენება მე. მართლა ესეთი გასტამბული დაუჯერებელი რაღაცა. ესე იგი, თეთრზე შავით ეწერა რომ შეიძლება იყიდო მასობრივ კლუბების ლიცენზია. ამაზე ზუსტი მაგას ქვია იურიდიულად ინდულგენცია მკვლელობას. წინასწარი ინდულგენცია თან. ხო. ნუ ეხლა სასამართლო ჯერ 28 ნოემბერს გაიმართა, ესე ვთქვათ, გამწესრიგებელი, ჩვენ ველოდებოდით, გაინტერესებდა, მიიღებდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს საერთოდ განხილვაში და მიიღო სხვათა შორის ძალიან გაგვეხარდა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დიდი პროცენტი ჩვენ მოგებული ქონდა ეგ სასამართლო და აი ახლა პარასკევს იყო სხდომა და იქ ბევრი მოწმეები იყო დაკითხული სხვათა შორის, სხვადასხვა უწყებებიდან, სამინისტროებიდან და თვითონ უწყებების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებიც და მოსამართლეების პოზიციაც ისეთი იყო საინტერესო ჩვენთვის, რომ თვითონაც აღშფოთებულები იყო მოსამართლეებიც კი ამდაგარ რაღაცასთან დაკავშირებით. ანუ შედეგს დადებიცელეთ. მე რა თქმა უნდა, ალბათ უახლოეს დღეებში გამოცხადება უკვე ეს გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, 99.9% ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ეს ანტიადამიანური და ანტი, ასე ვთქვათ, ეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გაუქმებული იქნება კონსტიტუციური სასამართლოს მიერ. კი, რა მინდოდა დამეზუსტებინა, მე როგორც ვიცი, ქართულმა ოცნებამ და კონკრეტულად გარემოს სამინისტრომ კანონპროექტიც მოამზადა, ანუ აყურებელს რომ აუხსნათ, რომელსაც მინდა შევახსენოთ ჩვენი ინტერაქტივის შესახებ, რომელიც Facebook-ის გვერდზე მიმდინარეობს, მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენი ეთერის ნომერი არის 2388 2388 შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები ჩვენს სტუმარს, გამოთქვათ მოსაზრებანი და ამასთანავე მინდა დავაზუსტო ერთი თემა. საკონსტიტუციო სასამართლომ რომს არ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. ქართულ ოცნებას უკვე მზად აქვს კანონპროექტი. რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას გავაუქმებთ. ბუნებრივია პარლამენტის საშუალებით. თუ ვინ მზადდება ამ კანონპროექტს? გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნებრივია. მაგ გაიზიარეს პროგრამის და ჩვენი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ შენ ლაშა იცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს თავის შინაარსით პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ გვინდა რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, აი ჩემი წვანთა პარტიის იდეაც სწორედ მაგაში იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გააუქმოს. ეს იმიტომ რომ კონსტიტუცია ეს არის მთავარი კანონი ქვეყნის, რომელიც ადამიანის უფლებებს განსაზღვრავს, სიცოცხლის უფლებას და იმან უნდა აღიაროს, რომ ეს
კანონმდებლობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული იყო, ის რომ ანტიადამიანური და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული იყო. იმიტომ რომ ის მუხლები, ის 37 მუხლი, რომელიც არეგულირებს ამას საქართველოს კონსტიტუციაში, არის ზუსტად ადამიანის უფლებათა თავში. სადაც პირდაპირ წერია, რომ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს მისი ჯანმრთელობისათვის უნებელ გარემოში. და მეოთხე პუნქტიც არის ის, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გარემოს დაცვის შესახებ და ასე და ინფორმაციის მიწოდებაზე და ასე და ეს ჩემი დაწერილი. იცით რომ კონსტიტუციის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ასე შემდეგ. იცი რომ ეს მუხლებიც ჩემი დაწერილია იმ კონსტიტუციაში 95 წელს ჩემი ფორმულირებები შევიდა იქ დიდი გასაგები არის რომ გაუქმდება ეს კანონი, მაგრამ ამ კანონის მოქმედების პერიოდში დადებულ შეთანხმებებს რა ბედია? ისინი არ გაუქმდებიან, მაგრამ ყველა საინტერესო ის არის, რომ ის ვინც ახლა გეტყვით, არა აქვს თურმე ესე იგი უკანა მოქმედების ასე ვთქვათ ძალა, უკუქმედების ძალა იმ ხელშეკრულებებს, რომელიც უკვე გადახდილია, მაგრამ ეს კი მას კი არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე განთავისუფლდებიან იმ პასუხისმგებლობისაგან, რომელიც არის. უბრალოდ ისინი არ განთავისუფლდებიან იმ ფულის გადახდისაგან, რომელიც იმ ხელშეკრულებით აქვს განპირობებული. ანუ აი ბოლნისის და მადნეულმა გადაიხადა 13 მილიონი, არა უბრალოდ იხდის ნელ-ნელა, გრაფიკი აქვს გაწერილი, 13 მილიონი უნდა გადაიხადოს იმ საშინელი ცოდვებისათვის, რომელიც აი ამ კომბინატმა ჩაიდინა ბოლნისის რაიონის 14 სოფელში, იცით თქვენ რომ იქ ძიმელი თონებით ირწყვება, ასე ძიმელი თონებით ბინძურდება მდინარე კაზრეთულა, მერე მაშავერა და მერე სოფლები ირწყვება ამეთი და საშინელება, რაჩობადობა, მახინჯი ბავშვების დაბადება, ონკოლოგიური, ნუ კატასტროფაა რეალურად. ამაში გადაახდებინეს 13 მილიონი წარმოიდგინეთ, მაგრამ ყველაზე ესე იგი ანეკდოტური თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენ რომ ესე იგი კონსტიტუცია ანტიკონსტიტუციურად თუ გამოცხადება ისა, იმ ფულის გადახდის ვალდებულება მაინც ეკისრება და პლუს ამას, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე მთლიანად დაიწყეს ფუნქციონირებას, როგორც სისტემა, როდესაც ჩვენ გადმოვიტანთ ყველა იმას, რა ქვია, ვალდებულებებს, კონტროლის კიდე დაეკისრება ამასთან ერთად კიდე ის პასუხისმგებლობები, რომელიც ასე ვთქვათ, არსებული კანონი ესა რა ქვია, არეგულირებს. ამიტომ ეს ბიზნესმენები ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს ამ ნაციონალურ მოძრაობამ რეალურად. და ერთი მინდა და ხო, კი ბატონო. თქვენ თქვით რომ გარემოს სამინისტრო სამოქმედება შეიძლება მაშინ გაუქმდეს, რომ იგივე კაზრეთთან დაკავშირებით, ყიბულთან დაკავშირებით არის გაფორმებული ამგვარი შეთანხმება, ისე საინტერესო იქნება თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რამდენი ამ მსგავსი შეთანხმება დაიწყო. სამი სულ. ინდულგენცია მესამე რომელია? მესამე არ ვიცი, ორი არის, ერთი არის რაც მნიშვნელოვანია ეს რა ქვია კაზრეთი და ყიბული. და რა მინდოდა მე თქვა, მე მოვისმინე ბატონი გია ცაგარეიშვილის კომენტარი, რომელიც არის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ თითქოს და შეთანხმების პირობები ძალაში დარჩება, ასეთი დასკვნა გამოვიტანენ და თქვენ რა შეთანხმების პირობები დარჩება მხოლოდ ფულის გადახდის, ასე ვთქვათ, ვალდებულებაში. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ გარემოს დაბინძურების სანაცვლოდ ფულის აღების პრინციპი ამ სამ შეთანხმებაში დარჩება, ანუ გაგრძელდება კაზრეთის დაბინძურება იგივე ტყის რა მოხდება? ესე იგი ამუშავდება ის ნორმები, რომელიც ავალდებულებს ამ სამივე სუბიექტს, რომ დაიჭრას გარემო და მასზე არ გავრცელდება სხვა კანონის ნორმები არა? არა, საქმე იმაში არის, რომ იმ შეთანხმებაში უწერიათ, რომ წარსულთან არისო დაკავშირებულიო. წარსულთან. გესმის? რაც კანონში არწერა და ამტკიცებდა რომ კანონში წერიაო, ხო, წარსულთან და ყველა საინტერესო ის არის. ანუ აწყოში დაბინძურებაზე ისინი ზომებს დაქვემდებარებიან. თუ არ გამოასწორებენ სიტუაციას, ესე იგი მოუწევთ უფრო საშინელი პასუხისმგებლობა, ვიდრე იმ შეთანხმებით აქვთ, ასე ვთქვათ, ფულის გადახდის თვალსაზრისით. უფრო რბილია ვიდრე კანონი. რა თქმა უნდა. ეხლა მე უნდა გითხრათ, რომ ყველა საინტერესო კიდე ამ იმაში, რაც სიგიჟეში, რომელიც მაგათმა გააკეთეს, გარდა იმისა, იმ ფულის გადახდასთან ერთად იქ წერია ესეთი რამ, რომ დადებს ხელშეკრულებას, ხო, გააფორმებს, რომ აი მე ესეთი ბოროტი ვარ, ვანადგურებ, სპოვ რაღაცას, ესე იგი, ფულს ვიხდი და მაპატიებ. აი ამ პერიოდის განმავლობაში, ესე იგი, პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფოს არც ერთ უწყებას არ აქვს შემოწმების უფლება. და ეს ნორმა დარჩება ძალაში? არა, რა თქმა უნდა, არა. და როგორ გადაიხედება? სწორედ ჩვენ გავასაჩივრეთ ეგ ნორმა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ კანონ პროექტზე უფრო პრინციპულია თქვენი საბჭო. რა თქმა უნდა. ხო და ანუ კანონიდან გაქრება საერთოდ ეგ შეთანხმება როგორც ესეთი სუბიექტი, რომელიც იქ შეთანხმება. ამ შემთხვევაში წარსულზე გავრცელდება? ბატონო? წარსულზეც გავრცელდება ამ შემთხვევაში ეს განწყობილება თუ ასეთი იქნება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ სისხლის სამართლის ამ პრინციპსაც გააუქმებს, რომელზეც რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა და ეხლა საქმე იქ აღმოჩნდა კიდე ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო რომ აი ამ არსებული კანონით ესე იგი რომელიც ეხლა ამ ნაციონალურმა გააკეთეს ხო ვთქვით რომ 100 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პუნქტის ესე იგი ინდულგენციებას ეხებოდა ეს კანონი უქმდება ფაქტიურად იმ დამნაშავესათვის იქ არ ექვემდებარება ამ მუხლების ესე იგი იმას რა ქვია ჯარიმებს და რაღაც ესეთ რაღაცას მე იქ აღმოჩნდა რომ სწორედ იმ მუხლებით რომელიც ესე იგი შეტანილი იქნა რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგანაც კი თავისუფლდება. რატო ეხლა? შეთანხმების მიხედვით? ხო, იქ კი არ წერია სისხლის სამართლის ესე იგი რომელიც უკვე პატიმრობას ითვალისწინებს, წარმოიდგინეთ და იმიტომ შეიძლება ადამიანი მოკვდეს ხო და რაღაცა. შეიძლება 10 წლიანი 15 წლიანი პატიმრობები იყოს. ხო, ისე დანაშაული იყოს. იმიტომ რომ როდესაც შენ უგზალა ვიღაცას გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომ რაღაცა ის ჩაიდინა დანაშაული და იმის გაკონტროლების უფლებას არავის არ აძლევს რა ჩაიდინა სინამდვილეში. ანუ შენ ფაქტობრივ მასალას ყოფ იმისათვის რომ სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო. ესე იგი რა გამოვიდა ხო წამოიწყებებებს აქრობ ამით. და ის მოსამართლეები თვითონ რომ მე დავსვი ეს საკითხი კითხვის სახით როგორ ფიქრობთ მეთქი და ის მოსამართლეები გაუსწრებს ფოტოშოპის როდესაც ეს მოისმენს და დაეთანხმენ რომ კიო ნამდვილად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგანაც კი ან თავისუფლებს რომ ეს ეს პოზიცია ჩვენს მიერაც ბევრჯერ იქნა გაჟღერებული ჩვენს მიერაც ანუ საქმე ეხება შემდეგს მაყურებელს რომ მოკლედ განვმარტოთ იმიტომ რომ დღეს შეზღუდული ვართ და შევახსენო მინდა მაყურებელს ინტერაქტივის ტელეფონის ნომერი პირდაპირ ეთერის ნომერი და ტექნიკურ ჯგუფს ხო ზარების გამართულობაზე იზრუნოს 2388 2388 და დღეს ვსაუბრობ თემაზე იმის შესახებ თუ რამდენად დაცული ვიქნებით უახლოეს მომავალში კანონისაგან რომელიც ჯერ კიდევ აძლევს ხელისუფლებასა და კერძო კომპანიას უფლებას დადონ შეთანხმება იმის თაობაზე რომ მათ ფულის აღსვლოდ მოწამლონ ჩვენი ჰაერი, წყალი, მიწა და შესაბამისად თუნდაც ყოველობით დასრულებული შედეგი გარემოს დაბინძურებისა აღარ დარჩეს დაუსჯელი. ბატონო გია, თქვენ როგორც დეპუტატი, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, როგორ შეაფასებთ ახალი მთავრობის გარემოს დაცვის პოლიტიკას? ეხლა საქმე იმაში გახლავთ, რომ თქვენ იცით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო, ანუ ის ძირითადი ინსტიტუცია, რომელმაც უნდა აკონტროლოს, ასე ვთქვათ, გასცეს ლიცენზიები, ვთქვათ, ზედამხედველობა აწარმოოს და ასე შემდეგ, ფაქტურად იყო ქაღალდზე. იმიტომ რომ 2011 წლის აგრეთვე მარტში, ეს მარტი რა უცნაური თვეა, კაცო, მარტში ღებულობდნენ ამ სიგიჟებს, ეწობა კატებთან. საერთოდ ცნობილია, რომ გაზაფხული კრიზისის პერიოდია, პოლის სამეცნიერო ჩვენებების დროს ფსიქიკური გაზაფხულზე იყო შემოტევები მაინდამაც. 2011 წლის, ესე იგი, მარტში ამათმა მიიღეს გადაწყვეტილება კანონის სახით და თუ რამე ფუნქცია ჰქონდა გარემოს დაცვის სამინისტროს რითიც მაგას შეეძლო ზემოქმედება გარემოს დარღვევებზე, გაეცა ლიცენზიები, თქვათ, ეწარმოება კონტროლი, ყველაფერი გააუქმეს და გადაიტანეს ჯერ ეკონომიკის სამინისტროში ერთი პერიოდი და მერე კიდევ გადაისროლეს ენერგეტიკის სამინისტროში. მაგალითად, ნადირობა როგორ კავშირში შეიძლება იყოს ენერგეტიკასთან სრულად გაუქმება. ენერგეტიკის სამინისტროში გადავიდა თევზი, მაგალითად, ხო საინტერესო ენერგეტიკული რესურსია თევზი და ცხოველი კიდე რაღაცა, ну სიგიჟე. კალორიებში თვლიდან ისინი ცხოველების და მცენარეების. მაგრამ მე თავარს გეტყვით ეხლა. არსებობდა ესეთი GDI გარემოს დაცვის ინსპექცია, რომელიც აგრეთვე ინსპექტორი ახლა ვიღაცამ ხო უნდა დააფიქსიროს ფაქტი, მაგალითად ტყეში იქნება, დინარეში იქნება, ქარხანაში იქნება, სადმე რომ რაღაცა დარღვევა ოქმი უნდა შეადგინოს. აი ეს გარემოს დაცვის ინსპექცია ჯერ გადაიტანეს ენერგეტიკის სამინისტროში და 2 თვეში გააუქმეს საერთოდ. ანუ სამინისტროს საერთოდ არაფერი არ დარჩა. აი მაგალითად სატყეო დარგიც ხო გადაიტანეს, ტყეც გადაიტანეს ენერგეტიკის სამინისტროში, ხო? და იქ ისე აღმოჩნდა მე რომ აი რეინჯერებს ეძახიან, ჩვენ მეტყევებს ეძახით თავის დროზე. ну საზოგადოების გასაგებია იყოს მეტყევე ვთქვათ. ესე იგი საშუალოდ ერთ მეტყევეზე, რომელსაც არც იარაღი, არც არაფერი, არც ცხენი, არც არაფერი ტექნიკური საშუალება არ ქონდა, მოდიოდა 5000 გექტარი ერთ მეტყევეზე. საშუალოდ ზოგან 7, ზოგან 4, მაგრამ საშუალოდ 5000 გექტარი წარმოიდგინე. როგორ უნდა გააკონტროლოს? ვერტფრენები ხომ არ ყავდათ? ვერტფრენები ხომ არ ყავდათ? არა, ფრენა თვითონ არ იცოდნენ, როგორც მე ვიცი და ვერტფრენი კი არა, იარაღის საშუალებაც კი არ მიცეს და ამიტომ იყო რომ ბორჯონ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მე რეინჯერმა რომ მიასწრო ვიღაცას იქ რაღაცა ნაგრძალში ნადირობაზე, იმათმა მოკლეს ეს მეტყევებიც. ხო, და ამას არ დაცვის საშუალება ხონდა და არც არაფერი. მე როგორც ვიცი, დღევანდელი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რომელიც მომზადებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, პოზიტიური ცვლილება არის 51 კანონპროექტიანი მათ პაკეტი მომზადეს, მაგრამ არის ბევრი საკამათო საკითხით, მათ შორის ამ ეტაპისათვის რამდენად შემცნობილია არ იგეგმება
იგეგმება გარემოსდაცვის ინსპექციის აღდგენა და ეს მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ თითქოს და საუბარია იმაზე, მე ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში და მე მგონი არ ვცდები, რომ გარემოსდაცვის ინსპექციის შესაბამის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მდგომას, იმიტომ რომ იარაღის გარეშე როგორ უნდა ებრძოლონ ისინი ავტომატიან, თოფიან, თუნდაც დინამიტიან, მეთევზეს თუ ბრაკონიერს? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ესე იგი დაყოფილი არის, აი კონტროლის მექანიზმები დაყოფილია შემდეგნაირად, თქვათ. სატყეო ფონდის მიწებზე სადაც ტყე არის, იქ არის სატყეო დეპარტამენტი პასუხისგებელი. იქ სადაც ნაკრძალები და ეროვნული პარკები არის, იქ ცალკე სისტემა არის კიდე. ამათ სულ ყველას იარაღის ტარების უფლება ექნება. უნდა კონდეს თუ არა იარაღი თქვენი აზრით? ჩემი აზრით უნდა კონდეს, ბუნებრივია. მაგრამ ეხლა პრობლემა აი თქვენ თქვით 51 კანონში არის ეს ცვლილება. წარმოიდგინეთ, ესე იგი ჩვენ რამდენი ხანი მოუნდით მარტო პარლამენტში მაგ საკითხის განხილვას 41 კანონი სათითაოდ მიდის თან განხილვა წარმოიდგინეთ. თელი და ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ იქ რაღაცა მოხდა, უგლავად იჭერენო და გამოიქცა ეს უმცირესობა და ჩვენ ახლა არ ჩავთვალეთ სწორედ რომ მაგად გარეშე გაგვაქვს. თუმცა ამასობაში გარემოს სერიოზული ზიანი ადგება, იგივე ბრაკონიერობა მასშტაბურია და რა თქმა უნდა, იარაღის ტარების უფლებაც უნდა გქონდეთ, ბუნებრივია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილებაც უნდა გქონდეთ. დასვამთ ამ საკითხს თქვენ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია და მე პარალელურად მინდა გითხრათ, მე მინდა საერთოდ აი ტყესთან დაკავშირებით ყველაზე სერიოზული საკითხია, იმიტომ რომ 40%-ია საქართველოს ტერიტორიის მოვიდა, ყველაზე დიდი ზიანს მაგას აყენებს ეს ბანდიტური დაჯგუფებები, ხო? ხო, ის არა. მე მინდა როგორც არის ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ გაიზარდოს კიდევაც მეტყევეთა რაოდენობა, მაგრამ ტექნიკური საშუალებები, მაგალითად თითო რეგიონს რო ერთი ორი ვერტფრენი, პატარა ვერტფრენი რო უყიდოს სახელმწიფო, რომელიც ყოველ ასე ვთქვათ სისტემატურად გააკონტროლებს ტყის მასივებს ზევიდან არა, როგორც ეს ცივილიზებული შვეიცარიაში ესია, სულ ყველგან ესია. არა მარტო განვითარებად ქვეყნებში, იგივე კენია ამის და აფრიკის ბევრი ქვეყანა მაგალითია. გაცილებით უფრო იაფი დაუждდება სახელმწიფოს ესეთი კონტროლის მექანიზმი, ვიდრე ტყეში და იმაში ღრეში, ასე ვთქვათ, ყოველ წუთში, ასე ვთქვათ, მეტყევების დიდი არმიის სიარული იქა. ზევიდან დააფიქსირებს, მიცემს სიგნალს და იმ წუთში აიყვანენ იმ ხალხს, ვინც დარღვევას აკეთებს. ეს იქნება ნადირობასთან დაკავშირებით იქნება, ტყის გაჩეხვასთან დაკავშირებით იქნება, თევზის უკანონო მოპოვებასთან თუ ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა მაგალითად აღდგება ეს ინსპექცია, იქნება ამ ეტაპზე იქნება 300 კაცი, ეს დაყოფილი იქნება რაიონების მიხედვით, სატყეო დეპარტამენტს გაეზრდება თავის ესე იგი რეინჯერებისა და მეტყევების რაოდენობა, მაგრამ ეს მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი სასწრაფოდ გასაკეთებელი ცვლილებები, იმიტომ რომ სამინისტრო დაემსგავსოს სამინისტროს. იქ არის საკითხები, სერიოზული საკითხები, რომელიც შემდგომში ესე იგი აუცილებლად გასახილველია, ეს უკვე პრინციპულ საკითხებზე ვლაპარაკობ მე. იქ არის რადიაციასთან დაკავშირებული საკითხები, რადიაციაც იმაში იყო, სხვადასხვა რადიაციის დეპარტამენტი რაღაცა ჰქონდათ, ენერგეტიკის სამინისტრო რა უნდა იქ. ხო და ბევრი რამე წყალთან დაკავშირებით, ბევრი პრინციპული საკითხი არის ისეთი, რომელიც ახლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ იხილება, იმიტომ რომ თავარია ჯერ ეს მივიღოთ და სამინისტრო შევქმნათ თავიდან, ეს არის ფუნქციონალური თვალსაზრისით. მადლობა. მე ეტაპობრივად დაიწყება სხვადასხვა, ბატონო. უკაცრავად შემოგიჭერით, ზარი არის სტუდიაში და განვაგრძობთ შემდეგ. გისმენთ? ალო, გისმენთ? ისა თუ შეიძლება მაინტერესებს დიდი პატივისცემა გვინდა დაუდასტუროთ ბატონ გიას და ყოველთვის ინტერესი თუ უსმენთ აი დარიალის ხეობაში რომ ეხლა მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კი ბატონო ეხლა ვიგიპასუხებ ბატონ გიას და მწვანეთა პარტიას რა აზრი აქვს როგორ აფასებენ არ არის ეს საშიში მაგ ხეობისთვის მარტო საშიში არ არის ლაპარაკი ეს არის უნიკალური ასე ვთქვათ ეკოსისტემა რომლის დარღვევა არის ძალიან სერიოზული პრობლემების შექმნა. შესაძლოა ულამაზესი არის. ულამაზესი, ამიტომ გარემოდაცვის სამინისტროს ჯერ ვთქვათ ერთ ობიექტზე საერთოდ გარემოდაცვის ნებართვა არაა გაცემული და არის ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიფრთხილე მე უნდა გითხრათ და დანარჩენებთან დაკავშირებით იქ ჩვენ დახვდა უკვე მშენებარე ობიექტი. თვითონ იმაში რა ქვია ერთ-ერთი და ეხლა არ ვიცი როგორ გადაწყიტავენ ენერგეტიკის სამინისტრო და ასე ვთქვათ გარემოდაცვის სამინისტრო გამოსავალს პოულობს. საერთოდ მე უნდა გითხრათ ამ ენერგეტიკასთან დაკავშირებით იმდენად მძიმე სიტუაცია დაგვხდა ჩვენ რომ მივედით განსაკუთრებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ენერგეტიკის სამინისტრო, იმიტომ რომ უკვე გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებები დახვდათ, რომელიც დარღვევა არის ძალიან რთული საკითხი. ის რაც მემორანდუმებით იყო მაგალითად პირველი ის არ არის პრობლემა.
ამდაგვარი არის, მე მგონი 42 თუ რამდენ რაღაც ამდაგვარი ესე იგი ობიექტები. თითქოს 15 არის ბოლო ეტაპამდე მიყვანილი, მაგრამ გია ჩვენც ამაზე გვინდა გვეკითხა, თუმცა ამასობაში მგონი ისევ ზარია, იმიტომ რომ ეს არის პრინციპული საკითხი, იგივე პროგრამასთან თავსებადობის თემა, იმიტომ რომ გეთანხმებით აბსოლუტურად. ეს შენელობა უნდა აიგზავნოს ჩვენი პოზიცია ასეთია, მაგრამ აი ენერგეტიკის სამინისტრო თუნდაც დღეს ან ხელისუფლებამ შეცვალა თუ არა მიდგომები ამ სფეროში, ამაზე ვისაუბრობ, მაგრამ ამამდე მგონი ზარია. კი ბატონო. გისმენთ. არ არის დროს კარგად წუილა. არა, სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემაა როგორც ჩანს. იცით რა არის? მე გეუბნებით იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რომელიც აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ის კონცეფცია, რომელიც ქართულ ოცნებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ჰქონდა, ის შესრულდება თავის დროზე და ყველაფერი ისე მოვა იმ რეჟიმში მოვა, როგორც იქ წერია, მაგრამ დგას საკითხი რა უყოთ ამ საერთაშორისო გაფორმებულ ხელშეკრულებებს. თუმცა ისინი კონსტიტუციაზე მაღლა არ დგას. გასაგებია. კანონზე მაღლა მაგრამ თქვენ წარმოიდგინოთ ის სირთულეები, რომელიც ამ საერთაშორისო მოლაპარაკებებთან არის დაკავშირებული, ხო? საერთაშორისო ამიტომ დრო უნდა მივცეთ მე გარემოს დაცვის სამინისტრო იგივე ენერგეტიკის სამინისტროს უნდა მივცეთ დრო. გარემოს დაცვის სამინისტრო ვერ გაკეთებს. ვეკითხეთ რა ეს ახსნებული იყო ფუნქცია რა, ჯერჯერობით. ჯერ ეს ფუნქცია, ამათ ჩვენ ამ ფუნქციების გადმოტანას არა დაჭირდება დაახლოებით 1 თვე მაინც. თუმცა მემორანდუმად დარჩება და ამასობაში თერგი შეიძლება მილში აგვისტოს, სწორია და ამაშია პრობლემა და ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან სწრაფად ჩქარობთ რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიღოს ის ფუნქციები, ის ასე ვთქვათ, ის ბერკეტები, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას ზემოქმედების. ეს არის მნიშვნელოვანი ძაღლი. ენერგეტიკის სამინისტროს ამ ხელისუფლების ნაწილია და ისინი როგორ ფიქრობენ, როგორ უყურებენ ამ საკითხს? რაიმე კონცეფტს ძალიან ძიმე მდგომარეობაში არიან, მე უნდა გითხრათ. მაგ თვალსაზრისითაც მე ვიძახი რა. მე ვიცი რომ მემორანდუმებთან დაკავშირებით არავითარი არის პრობლემა, მაგრამ უკვე გაფორმებული, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებები, ზოგადად მშენებლობა დაწყებულია, იქ უკვე ძალიან სერიოზული სერტულეებია. იგივე ხდება აჭარის წყლის ხეობაში. კი, აი, ეს შეკითხვა იყო, რომ გამოსავალი მემორანდუმების აღსრულების შემთხვევაში ვარ დაზიანდეს ბუნება, როგორ უნდა მოიქცეს გარემოს დაცვის სამინისტრო თქვენი საკითხი. მაგისთვის მექანიზმები არსებობს, მაგას ქვია გარემოს დაცვის ნებართვა, გარემოს ზემოქმედების შეფასება და ეს სპეციალური თუმცა უკვე გაცემულზე რა უნდა მოიმოქმედოს? გაცემულზე აი მაგალითად ხუდონგესთან დაკავშირებით გეტყვით და ინფორმაცია მაქვს. მე ფაქტურად ეს უკვე ხაზი გადაესვა წინა ყველა იმას, რამდენიმე გარემოს ზემოქმედების შეფასება არსებობდა იქა და ეხლა გადაწყვიტეს რომ ჩამოიყვანონ საერთოდ საერთაშორისო ექსპერტები, რომელიც შეაფასებენ რეალურად იქ არიან ენერგეტიკოსებიც, როგორც მე სოციალური თვალსაზრისით, ეთნიკური მათი დასვლა სავალდებულო იქნება? არა, რა თქმა უნდა, არა, ეს იქნება ჩვენთვის სასარგებლო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებაში. რა თქმა უნდა, როგორ იქნება ჩვენი კანონმდებლობა არავალდებულებს, არც ერთ საერთაშორისო ექსპერტს, რომ შემოდი და შემოგვიმოწვა. ანუ სარეკომენდაციო ხასიათი იქნება და სარეკომენდაციო რისკი თუნდაც ხუდონხესის მშენებლობისა, რაც პროგრამით დაუშვებელია, კიდევ არსებობს ამ დიდი ხესის მშენებლობის რისკი? არსებობს, რა თქმა უნდა. და ვინ ლობირებს ამ იდეებს? არის, ნახოთ, გამოჩნდება ყველაფერი. ბატონო გია, თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა გამოცხადდეს მორატორიუმი ჰესების მშენებლობაზე? და ამ მხრივ რა სამუშაოები უკვე ჩატარებული და რა ეტაპზე არის საქმე იმაში არის, რომ იგივე იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც ქართულ ოცნებას ქონდა წინასაარჩევნოდ, იქ მორატორიუმის გამოცხადებაზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ ჰიდროენერგეტიკა გვჭირდება. იქ არის საუბარი დიდი ხესების შენობის აგრძელვაზე კატეგორიულად და მცირე ხესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. აი ეგ არის, ჩვენ ენერგეტიკა გამოსავალია. ჩვენ ხო გვინდა ენერგეტიკა რა, მაგაშია საქმე. ამიტომ იმოცნების ასე ვთქვათ, იმაში კარგად იყო ჩამოყალიბებული ეს დიდი ჰესები უნდა აიგზავნოს ეს ვთქვათ, ბატონ ბიზნესს არაერთხელ უთქვია კიდევაც თავის გამოსვლებში. და მე ესე იგი ყველა დანარჩენი უნდა იყოს ესე იგი საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული, ისე რომ მინიმალური ზარალი საერთოდ არ მიაყენოს ზარალი გასრევია. მეც და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ყოველივე პროგრამაში არის დაფიქსირებული, პროგრამა ვალდებულება და ის უნდა აღსრულდეს, ეს არის აღმოჩენილების მიცემული დაპირება, მაგრამ მანამდე დღეს მდგომარეობით ეს კითხვა მინდა გავიმეორო, რაც იამ დასვა გამოსავალს რა შეხედოთ? მორატორიუმზე არ არის პროგრამაში საუბარი, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ჩავთვალეთ რომ მოქმედი განმავლობაც იძლეოდა, ან მისი შესვლის საშუალება იძლეოდა იმ გარემოებას, რომ შეიძლებოდა მემორანდუმზე გაცილებით მაღალი დონის დოკუმენტის, იგივე კანონის ცვლილების საფუძველზე შეგვეჩერებინა თერგის ხეობის განადგურება, იგივე ხუდონხესის მშენებლობა, რომელიც ზემოსვანეთს ემუქრება, იგივე აჭარაში, მთელ საქართველოში არის ეს პროცესები დაწყებული. მაგრამ აღმოჩნდა რომ გარემოს სამინისტრო და თქვენც ამბობთ რომ ეს ესე ამ ეტაპზე
ან არ არის ან უბრალოდ რთულია ამის მიღწევა. გარდა მორატორიუმის გამოსავალს ხედავთ კიდევ. მე ძალიან ძნელი. კიდევ ერთი მცირე შეკითხვა ჩვენ საფრთხოთ ეთერი გვეწურება. იგივე ენერგეტიკის სამინისტროს დღეს არ გააჩნია ეს თვითონაც დააფიქსირეს კონკრეტული კონცეპტუალური დოკუმენტი იმის თაობაზე თუ როგორ ვითარდება ენერგეტიკა და რა ეკონომიკურ მოთხოვნილებებზე უნდა აიგოს ის. მანამდე აზრი აქვს ამ პროცესების გაგრძელებას, თუნდაც აიგივე ხდის ხეობაში ახალი ხესის მშენებლობაზეა საუბარი, რომელიც მანამდე არც იყო დაწყებული. ის შეჩერებულია ჯერჯერობით, გარემოსდაცვის ნებართვის გაცემა არ ხდება მანდ. ჯერჯერობით 24 მარტს უნდა გაწყვეტილება მიიღონ უკვე, ესე ვიცი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მაგ ხეობასთან დაკავშირებით ყველაფერი გაჩერებულია ჯერჯერობით. თუმცა 24 მარტს უკვე გაწყვეტილებას ელოდებიან ესეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. რა ვიცი, მე ესე ვიცი და მოვიკითხავ კიდე, როგორც მე მითხრეს, ასე ვთქვათ, ბანდ ეგ არის უნიკალური ხეობა და ამ თვალსაზრისით მაგის კიდევ 6 მეგავატისთვის არის დანაშაული. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. ეხლა ჩვენ დრო არა გვაქვს ეხლა კონცეფციასთან დაკავშირებით, რომ ბოლოს არის დღევანდელ ეთერში თქვენთან. გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ბატონო გიორგი, თქვენი განცხადება რომ თითქოს უნდა უყუროთ ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროს ან გარემოსდაცვის სამინისტროს ვერ დაგეთანხმებით ამ საკითხში. ჩვენ მთლიანად უყურებთ ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას მთლიანად და ვერ დავწვრილმანდებით ცალკეული სამინისტროების სახით. თქვენ გთხოვთ, შეაჩეროთ ყველა ის მთავრობა ერთია. რომელიც დადოთ დანაშაულებრივმა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ეს არის დანაშაულებრივი. მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები არის დანაშაულებრივი. შეჩერეთ. აი ჩვენ ამას ვითხოვთ თლიანად თქვენი თავრობის გარეთ. გეთანხმებით აბსოლუტურად. ხო. მე რა უყოთ თქვათ დაწყებულ შენებლობებს, რომელშიაც ესე იგი ხელშეკრულებები გაფორმებულია, ფულია ჩადებული, იმ ხალხს თქვენ შეუჩეროთ. ესე თეორიულად ლაპარაკობ, ახლა წარმოიდგინეთ ერთი წუთით. და ისო წავა საერთაშორისო არბიტრაჟში. გია არა მოიცადეთ ერთი წამით რა ეს არ არის ეს იოლი საკითხი იოლი არ არის მაგრამ იგივე ბიუჯეტში შეიძლება ყველაზე სულ შემთხვევაში თუ არ ესწრება გამოძიება და მთელი რიგი კორუფციული თემები იყო იმიტომ რომ ოფშორებშია ეს კომპანიები ვინც აშენებს რეალურად დარეგისტრირებული და ის ქართულია თუ უცხოური კიდევ გასარკვევია თუ იგივე უგულავას აშლის უცხოს საკუთრებაში იყო თუ მერაბიშვილის ეს კიდე გასარკვევია მაგრამ ამას პროჭირდება კომპანიები დიახ თუმცა ფიქტორი კომპანიების პრაქტიკა იყო ფაქტობრივად გავრცელებული ეს სალგე თემა მაგრამ სანამ გამოძიება იმედია ასე ვთქვათ იმოქმედებს სანამ ენერგეტიკის სამინისტროს მთავრობას ექნება პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც გარემოს სამინისტროს თანამონაწილეობით უნდა შეიქმნას. მანამდე ჩვენ შეიძლება დავუკარგოთ ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება ეს თქვენ იცით რა თქმა უნდა და ამასობაში ყველაზე ცუდი გამოსავალი შეიძლება იყოს თუნდაც კომპენსირება. იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე, გარემო, ბუნება, რომელიც არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური ფასეულობაც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ღირს ნამდვილად იმათ რომ თუნდაც ბიუჯეტთან აიღოს თანხები ამას. ნამდვილად გეთანხმებით, მაგრამ ეს არის ისე დროებითი ღონისძიება. ხო, რა თქმა უნდა, დროებითი ღონისძიება, მაგრამ მე ისე ვიძახი შეიძლება ის ინვესტორი არ წამოვიდეს მაგაზე, წავიდეს საერთაშორისო არბიტრაჟში, საშინელი ჯარიმები აკიდოს სახელმწიფოს. ვერ მოვიგებ ამ. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ახლა მე რა ვიცი, ახლა სისტემა არის. თქვენ დაუჭერთ ხარს ამ ასე ვთქვათ მიმართულებით. მე რა თქმა უნდა დაუჭერ იმას, ასაც თქვენ ამბობთ, ხარ და ყოველთვის მაგას ვიძახდი, ბუნებრივია, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან რთული საკითხები მეთქი. ესე ემოციურად რო წდებოდეს ეს ამბავი და რაღაც ჯადოსნური ჯოხი რო ეჭიროს ვიღაცას ხელში, ეს კიდე სხვა მაგრამ არ არის ეს ჯადოსნური ჯოხი და რა ვქნათ. ამიტომ საკითხები, რომელიც ამდენად სერიოზულია, ამდენად ესე იგი საერთაშორისო იმეებთან არის დაკავშირებული, რა თქვია, ურთიერთობებთან არა. თუმცა კონვენცია მაღალი დოკუმენტია, მაღალი ხარისხის დოკუმენტია. საერთაშორისო ეს ცოტა ფორმალურად ნათქვამია ამ მემორანდუმებთან დაკავშირებით. ეს არის კერძო კომპანიაზე სახელმწიფოს შორის მაინც გაფორმებული ის უცხოურია თუ ქართული ხო, სწორი? გასაგებია, არა, არბიტრაჟს გულისხმობ თქვენ ამ შემთხვევაში. არბიტრაჟზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და ვიღაცა საერთაშორისო იმასთან დაკავშირებით, ხო. არის რომელიც რომ მაღალი ხარისხის და იერარქიის დოკუმენტებია. ყველა მთავრობა ფრთხილობს საერთაშორისო ურთიერთობებში რაღაც განსაკუთრებით საქართველოს არის კოჭლი ქვეყანა. თქვენიც 2008 წლის შემდეგ საშინელი კატასტროფა მოხდა საქართველოში, როდესაც ჩვენ 20%-ის აღიარება მოახდინა რუსეთმა როგორც დამოუკიდებელი რაღაცა ერთეულების, ხო? ეხლა თქვენი სახელმწიფო იმდენად სუსტი გახდა ამის შედეგად, რომ ყველა ჩვენი სახელმწიფო, იმიტომ რომ შიშია ყველას რომ ვინმესთან პრობლემა რო შექმნა იმანაც არ აღიაროს მე და ასე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. ეს ძალიან სერიოზული და რთული თემები არის.
ეს არ შეიძლება ამის ემოციურად გადაწყვეტა. ბატონო გია, მაპატიეთ, დრო გვეწურება, მაგრამ რომ არ თქვა არ შემიძლია. ხო, კი, ბატონო. ორქუსის კონვენცია იქნება ეს, კიოტოს ხელშეკრულება იქნება თუ ასე ვთქვათ, ჭარტენიანი ტერიტორიების დაცვის კონვენცია. ეს არის საერთაშორისო დონე. საერთაშორისო დონე, რა თქმა უნდა, არის არბიტრაჟიც, მაგრამ სად არის აქ ბალანსი? რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ჩვენი საერთაშორისო მრავალმხრივი ვალდებულებების შესრულება კონვენციისა თუ უქმის სახით თუ კერძო კომპანიასთან დავის წარმოება, თუნდაც პოტენციურად ფულის გადადის. ლაშა გენაცვალე რა, მოდი ახლა შენ გეშლება. ორხუსის კონვენცია. რომელიც ეწინააღმდეგება დარგობით იქნა დადებული ეს ორხუსის კონვენცია არის საზოგადოების ასე ვთქვათ ჩართულობის კონვენცია, ხო. სამართლიანობის განსაზღვრება. გასაგებია. არ ეწინააღმდეგება იქ რა ქვია, კიოტოს ხელშეკრულება კლიმატის ცვლილებებს ეხება, ხო, ეს ხარ. ეს ამასთან შეხებაში პირდაპირ არ არის. როგორ არის შეხება? როდესაც საზოგადოება ჩართული არ ყოფილა, ისე გააკეთო. რას მიმტკიცებ ახლა ლაშა, პირველი მოწინააღმდეგე მე ვარ მაგისი, მაგრამ სახელმწიფოებრივად მიუდგეთ რა. სახელმწიფოებრივად რო უდგები, იმიტომ გეუნები და რთულია ეს საკითხი მეთქი რა. ის საერთაშორისო ხელშეკრულებები კონკრეტულად ასე ვთქვათ, ამასთან შეხებაში არ არის. შეხებაში ის არის, რომ კაცი შემოვიდა, ვიღაც არანორმალურმა შემოიყვანა ვიღაცა ინვესტორი, დაახარჯა 9 მილიონიანი ჩაყარა ფული, შენ ახლა იმას უნდა უთხრა, რომ ადი ახლა ახვი აქედან, გაიგე? წადი, ის მიდის, კი წახ გააგდებ. ის მიდის მე საერთაშორისო არბიტრაჟში და ჩვენ არ შეგვიძლია მასთან დავა იქ დაუნდობიდავოთ და არა რა ვიცი მე თუ გააკეთებს მაგას სახელმწიფო რა ვიცი და მოუწევს ესე იგი რამდენი არბიტრაჟის ჩატარება მე ვერ წარმომიდგენია 15-დან 43 ხო და ეს რამდენი დაუждდება არ ვიცი კიდე სახელმწიფოს სალკე სხვა მექანიზმები უნდა მოუძებნოთ სხვა მექანიზმები იმისათვის რომ როგორმე აი ეს პრობლემა მოაშოროთ ან უნდა ესე იგი უნდა ვაიძულოთ რომ შეცვალოს პროექტი ისე რომ გარემოს დაცვაზე ნაკლები ესე გარემოს დაცვის ესე იგი ნორმები იყოს მაქსიმალურად დაცული შევაცვლინოთ ახალი გეზეში გავაკეთებინოთ ახალი ეკოლოგიური ნებართვა აიღოს ან თუ არ აიღეს მაშინ უნდა რაღაცა მოვიგონოთ და უნდა აი ამ საშუალებით გაუშვათ აქედან თუ ვერ მოახერხებს ისეთი გარემოს დაცვის შეფასების დადებას რომელსაც დაგვიმტკიცებს ჩვენ რომ ის ასე ვთქვათ ხო და ასე და სხვა მექანიზმები უნდა საერთაშორისო სკანდალებით საქართველოს მაგდენი რესურსი და ფუფუნება აღარა აქვს პოლიტიკურად რომ საერთაშორისო სკანდალებით იაროს. დიდი მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მე მაინც ვთვლი რომ მემორანდუმების წინააღმდეგობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მათ შორის კონსტიტუციასთან იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია რომ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ შეიძლება ამაში დახარჯოს ძალიან დიდი ფული და რესურსი, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ეს გზაც არ უნდა გამორიცხოს ახალმა ხელისუფლებამ. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ჩვენ მეორე ბლოკში გავბრუნდებით მცირე სარეკლამო ტიხრის შემდეგ. დიდი მადლობა. მედიაკავშირი ობიექტივი ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს. ხელისუფლებას უნდა შეექმნა საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ არ შექმნა. ობიექტივი კი ქმნის 24 საათიანი ტელე, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობა. დღეში 10-ზე მეტი სხვადასხვა წამყვანი. კვირაში 7 დღიანი უწყვეტი მაუწყებლობა და 100-ზე მეტი სხვადასხვა წამყვანი. 100-ზე მეტი სხვადასხვა შეხედულება და 100-ზე მეტი განსხვავებული პოზიცია. ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებლობა. სიმართლე ყოველთვის, ყველგან, ყველაფერზე. ობიექტივი, შენი მედიაკავშირი. ჩვენი გადაცემის მეორე სამწუხაროდ უფრო მცირე დროით განსაზღვრული ბლოკის სტუმარი არის საქართველოს დამოუკიდებელი მეზღვაურთა პროფკავშირის ხელმძღვანელი ბატონი დავით ნიკურაძე. დიდი მადლობა დავით ჩვენთან მობრძანებისათვის. ჩვენ აუცილებლად გვინდოდა ამ საკითხსაც შევხებოდით. იმედია კი არა და მომავალში აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თემას. ჩვენ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გქონდა ამ საკითხზე საუბარი, გადაცემის ფორმატშიც პირადად მეც ბრიფინგი მაქვს ჩატარებული ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გონიოში, რომელიც საბოლოოდ დასრულდა ყურადღების მიქცევის მიზნით ჩვენი სიმბოლური ჩაყვანით შავი ზღვის ფსკერზე. ბატონ დავით, მეტნაკლებად მაყურებელი, ვინც არის ჩვენი ერთგული, ალბათ ინფორმირებული ამ საკითხებზე, მაგრამ ძალიან მოკლედ, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რა მდგომარეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას თევზჭერის სფეროში და რამდენად სერიოზული ზიანის მიყენებელია ის გარემოსათვის იმგვარი ფორმით, როგორც ეს იყო არჩევნებამდე და ასე ვთქვათ სახეზე და ამაზე ძალიან მოკლედ რო ცოტა გვაქვს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. პრობლემა დაიწყო კიდევ 2005 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო თევზჭერაზე ლიცენზიების გაცემა.
ამ პერიოდში შეიძინა ლიცენზია 7 კომპანიამ, რომელსაც არ ყავდა არც ერთი სეინერი. რომელი წლებია? ეს არის 2005 წელი. მაგენმა შეიძინან 10 წლით კაფშის ჭერაზე 60,000 ტონა. მანამდე რამდენი კომპანია იყო ამ სფეროში? მანამდე ბევრი კომპანია იყო, დაახლოებით 30-35 კომპანია იყო, ქართული იგიც, რომელსაც ყავდა თავისი სეინერი, ზოგს 1, ზოგს 2 და მაქანა იყო ყველა დასაქმებული ჩვენი ქართული მეთევზეები. და ეხლა რა მდგომარეობაა? ამის შემდეგ, როცა უკვე ამ 7 კომპანიამ შეიძინა ეს ლიცენზია, ამ კომპანიების უთქვა პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ იდგა ამფერი ჩინოვნიკები, როგორიც არის თქვა ხეტაგური, მერაბიშვილი, ასევე ერთ-ერთ კომპანია მადაის უკან იდგა და დღესაც დგას დავით სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ძმა. მაგენმა როცა შეიძინენ ეს ლიცენზია, ამავე დროს მაგენს არ ყავდათ ერთი სეინერიც. მაგენმა დაიწყენ უკვე შემოყვანა თურქეთიდან თურქული სეინერი. ანუ ფიქტიური კომპანიები იყო? რა თქმა უნდა, სიმბოლურად და პრაქტიკულად ჩვენი ქართული მეთევზეები დადიან უმუშევრად. ბატონ დავით, სანამ კორუფციულ თემაზე გავაგზავნებთ საუბარს, ძალიან მოკლედ გთხოვთ ეკოლოგიურად რა პრობლემებს იწვევს, ამაზეც გითხრათ, ოღონდ ბოლოს არის დღევანდელ თემში სამწუხაროდ ბოდიშ მოგიხდით, აღარ აქვს საშუალება მეტი ზარების მიღებისა. დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისთვის მაყურებლებო და მსმენელებო. გისმენთ? დიახ, გისმენთ. შეიძლება შეკითხვა? რა თქმა უნდა. მე შეკითხვა მაქვს თქვენთან ასეთი, რომ თევზ ჭერის საქმე კარგია, მაგრამ მომრავლება როგორ ხდება ამ თევზის და რა სახეობის თევზებს ამრავლებს ძირითადად საკვებად რა არის გამოყენებული. დიდი მადლობა. და მეორე კითხვა მინდა დაუსვა ის წინა მსმენელებს, რომ ამდენი ფრინველი რომ არის ქალაქში გინდათ თუ სატყეოებში გინდათ, კვების საკითხი როგორ არის მათი დაყენებული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თუ შეიძლება. ახლა ფრინველებზე არ ვიცი, თევზ შესახებ გეტყვით, მოკლედ ერთი რაღაცა. თავარი არის რა ვთქვა, თურქი როცა იჭერს თევზს თურქეთში, ანუ თავის აკვატორიაში, მაგი ფლორა და ფაუნას ხო ზღვის იქანე არ გაანადგურებს, იმიტომ რომ მეორე დღესაც უნდა გავიდეს და დაიჭიროს ეს თევზი. ანუ კანონი და სახელმწიფო იცავს. ხო, სახელმწიფო იცავს და თვითონაც მაგანიცის თუ დღეს აიღო და გაანადგურა ფსკერზე არსებული ეს თევზისთვის კვება, მეორე დღეს უკვე მეორეჯერ იქანე ეს თევზი არ მოვა. ასევე უკრაინელი ვთქვათ მეთევზე ბერძენი და ამერიკელი და ყველა ასე შემდეგ რა. ამ ლიცენზიანტებმა გააკეთეს ერთი რაღაცა, აიღეს და დაიწყენ ამ თურქების სეინერების შემოყვანა. რომლებიც პრაქტიკულად ხო ჩვენი ამ შავ ზღვაზე გაანადგურენ მთელი ფლორა და ფაუნა. თავის აკვატორიაში, თურქეთის ზღვაში, ასე ვთქვათ, ზღვის აკვატორიაში სხვადასხვა თევზობენ, ჩვენთან სხვანაირად. რა თქმა უნდა, უფრთხილდებიან. როგორ მოახერხეს ეს კანონი შეიცვალა, როგორც ვიცით და კიდევ რა მოხდა? შეიცვალა ერთი რაღაცა რა, ვთქვათ, ინსპექცია, რომელიც ამოწმებდა, ვთქვათ, სეინერებს, რა თევზს იჭერენ და როგორ იჭერენ, ხო? ეს გარემოს დაცვის სამინისტროდან გადავიდა ენერგეტიკის სამინისტროში, ანუ დაექვემდებარა ენერგეტიკის სამინისტროს ხეტაგურს. ამან გამოიწვია ერთი რაღაცა, მე თქვენ ახლა გეტყვით, ვთქვათ, სანაპირო დაცვა გადავიდა მერაბიშვილის უწყებაში. ამან გამოიწვია ის, რომ თვითონ მერაბიშვილი და ხეტაგური უკვე მაგენის სამსახურების ერთად დაიწყენ უკვე დაცვა, ასე ვთქვათ, ამ თურქების სეინერების. ანუ თევზის დაცვა კი არა, სეინერების დაცვა. ხო, არც აკონტროლებდნენ, არც არაფერი პირდაპირ გეტყვით, ვთქვათ, 2011-2012 წლებში ფოჩი ბაზირებდა 9 თურქული სეინერი, რომელიც გადადიოდა აფხაზეთის აკვატორიაში, ანუ წარმოიდგინეთ ეს მერაბიშვილის სამსახური სანაპირო დაცვა უშობდა მაგენს, ანუ იმ მომენტისთვის მერაბიშვილისთვის მაგენი ოკუპანტები კი არ იყვნენ, ეს რუსი ჯარისკაცები და მაგენი, ხო, გამოდიოდა რომ იყვნენ მაგენის ბიზნეს პარტნიორები რა. და მაგათი რუსული მხარე რა კავშირში ამასთან? ნუ იმიტომ რომ აფხაზეთის აკვატორიაში გადადიოდნენ. იქაც კი უშვებდნენ. იქ ხო ამ თურქულ გარიგება ქონდათ მათ რუსულ მხარეს. ნუ რა თქმა უნდა, აბა ისე როგორ გადავიდოდნენ და როგორ გადმოდიოდნენ. ბატონ დავით, აი ძალიან ცოტა დრო გაქვს და სულ მოკლე პასუხი. რა განსხვავება არის მე ჩემთვის და იასთვის ეს ცნობილია, მაგრამ მაყურებელს რო აუხსნათ მოკლედ. რა განსხვავება მეთოდიკაში? როგორ და რაგვარად თევზაობდნენ თურქეთში და თურქეთის ზღვის აკვატორიაში ეს კომპანიები და ამ სეინერების ფლობელები და საქართველოში რა პრინციპული განსხვავებით ხდებოდა გარემოსთვის ზიანის მიყენება? რაზე საუბრობთ თქვენ მოკლედ ძალიან? იმიტომ რომ თვითონ შიგნით ჩვენთან რაც სამსახურებია მაგენი პრაქტიკულად მეთოდიკაზე გეკითხებით.
არ მუშაობდნენ. იქ არც მეთოდიკა არ იყო და არც აფერი არ იყო. ანუ ფსკერის დაზიანებაზე საუბრობთ თქვენ, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, იქ უნდა ხდებოდეს მაგის ყველაფრის ინსპექტირება. რა თქმა უნდა, მაგ სონარების გამოყენება თურქები იყენებდნენ სონარებს და ასე შემდეგ და თვითონ დარგის განვითარება აკრძალული მეთოდიკა იყო გამოყენებული და სახეობები. რა თქმა უნდა, რა. ფსკერის გადახონას უძახიან ამას. რა თქმა უნდა, ანუ მთლიანად სპობდნენ ამ ფსკერს. მაგაშია საქმე და პრობლემა არის იმაში, ვთქვათ, თურქეთის ხელისუფლება უწყობს თავის მეთევზეს, რომ მაგი განვითარდეს. ოღონდ საქართველოს ხარჯზე. გინ საქართველოში და გინ თურქეთში, თავის ზღვაში თავის ზღვაში თვითონ თურქი არ გააკეთებს იმას. არ მოსპობს ამ ფსკერს. მე როგორც ვთქვი, კანონის არაზრს ამის. კანონის და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არის ეს კანონები, ჩვენთანაც მუშაობს. თუმცა ეს ინსპექცია არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, ეს სამსახურები არ მუშაობდა, იმიტომ ოლიგოპოლური ბაზარი იყო. თქვათ, ხო, თუ 1000 ქართველი მეთევზე შარშან, თქვათ, სახში მიიტანა 1000-მა კაცმა მილიონი ლარი, თქვათ, მარტო სააკაშვილის ძმის ფირმა მადაირომ არის, ხო? მაგან 2011-2012 წლებში შემოსავალი სახით ნახა 35 მილიონი ლარი ერთმა ფირმამ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა თუ არა მდგომარეობა და რა სიტუაცია დღესდღეობით? დღესდღეობით იგივე ვთქვათ სიტუაცია არის, მაგრამ იგი რა ქვია, ყველას იმედი აქვს, რა თქმა უნდა, რომ მდგომარეობა შეიცვლება რა. თქვათ, ხო, რა თქმა უნდა, თურქეთში ვთქვათ, ხო, ის მთავრობა ხო ეხმარება თავის მეთევზეს, ანუ იქანე ვთქვათ, შეღავათი საწვავზე 30%, თქვათ, რაღაც აღჭურვილობა შემოაქვს, იმას დამატებით ღირებულებას არ ახდევიებს და ასე შემდეგ რა. თქვათ, ჩვენ თუ 1991 წელს ყავდა 22 საოკეანო ტრაილერი, მაშინ თურქებ შავ ზღვაზე ხო საერთოდ მაგფერი ტრაილერები ერთიც არ ყავდათ რა. მაგრამ დღეს გამოდის რომ ჩვენთან არის 53 ეს ქართული სენერი პატარა, რომელიც პრაქტიკულად ხო უკვე ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ განვითარების გზები ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ გამოჩნდება აუცილებლად. თურქები კი ვითარდებიან, იმიტომ რომ იაფიანი და გრძელვადიანი სესხებია და ასე შემდეგ რა. ანუ მთავრობა არის მაგენის გვერდით აბსოლუტურად ანუ არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა იმის. არა, ჯერჯერობით რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მოკლე დრო გავიდა მაგ პერიოდის შემდეგ. და რაღაც გეგმები ხომ არ არის? კი, რა თქმა უნდა, გეგმები არის, უკვე პარლამენტში განიხილება ეს საკითხები, ვთქვათ, ის ინსპექცია, რომელიც ამოწმებს სენერებს უკვე ენერგეტიკის სამინისტროდან უკვე მარტში ან აპრილში გადავა უკვე გარემოს დაცვის სამინისტროში, ანუ ეს ძალიან დიდი და კარგი ნაბიჯია და პრაქტიკულად გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს, ანუ უნდა მდგომარეობა დაალაგდეს. უნდა ყველა მაგეთოს თავის საქმე რა. ბატონ დავით, დაზუსტება მცირედ თუ შეიძლება. წინა ბლოკშიც იყო ეს, ასე ვთქვათ, თემა აქტუალური. ანუ თემა იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არის, რა თქმა უნდა, მთავრობის როგორც ინსტიტუციის ნაწილი. შესაბამისად, ხელისუფლება და მთავრობა შეიცვალა ცენტრალურ დონეზე და გასაგებია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მეტი კომპეტენცია გააჩნია და სწორია და ამაზე საუბრობდა ჩვენს მიერ მომზადებული და ჩვენს მიერ მომზადებული პროგრამა მათ შორის გარემოს დაცვის სფეროში, მაგრამ იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ხომ შეიცვალა მმართველობა. დღეს მათ დაქვემდებარებაში რჩება ჯერ კიდევ ინერციით ეს ინსპექცია. ისინი რატომ ვერ ახერხებენ ამ ეტაპზე თუ ახერხებენ რაიმეს შეცვლას? არ ვიცი. სანამ სტრუქტურული ცვლილებები მოხდება. იგივე იქ იყო ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბალანსი. აქ არის შესაძლოა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბალანსზე საუბარი. იცით რა შეასაქმე, ჩვენ აგერ ბათუმში ერთი თვის უკან მქონდა მეთევზეების აქცია და იქანე გამოაცხადეთ, რომ შეიძლება იმაში იყოს პრობლემა, რომ ძველი ეს სააკაშვილის კადრები არის დარჩენილი რა. შეიძლება ასე. ხო, შეიძლება ამაშია პრობლემა რა. თუმცა ეს კადრები ყველა სტრუქტურაში ჯერ კიდევ ჭარბობენ. სტრუქტურებში, მაგრამ იგიც შეიძლება ითქვას, რომ იქანეს პროფესიონალები მუშაობენ რა. ანუ კი იციან თავისი საქმე, მაგრამ სისტემა თვითონ სააკაშვილის იყო იმისკენ მიმართული, რომ პრაქტიკულად ეროვნული, ანუ ტრადიციული, ანუ მეთევზეობა რა არის რა, ეს არის ტრადიცია, რომლებიც მოდიან იქ შვილი, მამა, ბაბუა და ასე შემდეგ ყველა ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სტრუქტურული ცვლილებები მაინც გამოიწვევს დადებით შედეგს? ნუ რა თქმა უნდა, აუცილებლად და მაგის იმედი გვაქვს და მით უმეტეს თუმცა საკადრო საკითხები ყველა სტრუქტურაში გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ყველგან ძველი კადრები ჭარბობენ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბოდიში რომ შეზღუდული ვიყავით დღევანდელ ეთერში და ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით. კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ დედის დღეს, პირველ რიგში რა თქმა უნდა დედებს, მომავალ დედებს გისურვებთ ბედნიერებას თქვენს ოჯახებთან ერთად და საომავლო ოჯახებთან ერთად, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, დიდი მადლობა მაყურებელს და გემშვიდობებით ერთი კვირით. დიდი მადლობა.